ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპების სკოლებსა და გარემოსდაცვის სამინისტროში მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია პედაგოგების საინფორმაციო და მეთოდური მასალების დახმარება, ცნობიერების ამაღლება და პრაქტიკულ საქმიანობაში სკოლების ჩართვის მხარდაჭერა. დღესვე გარემოსდაცვის დღესთან დაკავშირებით თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში განხორციელებული ენერგოეფექტური ღონისძიებების პრეზენტაციაც გაიმართა. დაიწყება ძალიან ინტენსიური შინაარსობრივი და სიღრმისეული შესწავლა ეკოლოგიური პრობლემატიკისა ქართულ სკოლებში. ის რომ ეს მნიშვნელოვანია ჩვენ ყველას გვესმის ბევრი თვალსაზრისით. ქართველი ბავშვი არის მსოფლიოს შვილი და მსოფლიო ეკოლოგიაზე უნდა ზრუნავდეს. ეს არის საკუთარი სამშობლოს შვილი და თავის ქვეყნის მშვენიერებაზე და ჯანმრთელობაზე უნდა ზრუნავდეს. ენერგეტიკის სამინისტრო მუშაობს კანონ პროექტზე ენერგოეფექტურობის შესახებ. ამ პროექტის განხორციელება მოხდება ეტაპობრივად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კომუნალური გადასახადების დაზოგვას. მნიშვნელოვანი ფაქტორი არის გარემოს დაცვა, იმიტომ რომ ეს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიები არის და მნიშვნელოვანი არის პრეცედენტი, როდესაც რამოდენიმე მიმართულება, როგორც არის კერძო კომპანია, სახელმწიფო და ჩვილბავშვთა სახლი, აი ესე კარგ კოოპერაციაში ახორციელებს პროექტებს.